შოკის მომგვრელი კადრები ესპანეთის სასამართლოდან. ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე პირისპირ შეხვდნენ. რას მალავს ჩემპიონის ღიმილი და რატომ ატარებს გიორგინა მუქსათვალეებს? უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან იქ გაიგებთ მთავარ დეტალს, რამაც შეიძლება ილიას კარიერა სამუდამოდ შეცვალოს. გამარჯობა ყველას, ვინც თვალს ადევნებთ MMA-ის სამყაროს და განსაკუთრებით ჩვენს ჩემპიონს, მატადორს. ბოლო დღეებში სოციალური ქსელები და მედია აფეთქდა. ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე სასამართლოში გამოჩნდნენ. ბევრს აინტერესებდა, ისინი ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, თუ ეს საბოლოო წერტილია. რეალობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ გაყრა. 7 იანვარს ესპანეთის სასამართლოში ნამდვილი დრამა გათამაშდა. მთავარი თემა, რაც მედიაში ტრიალებდა, იყო ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის ბრალდება. თუმცა ილიამ მანამდე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ყველაფერი უარყო. სიმართლე გითხრათ, მისი მეორე განცხადება ბევრად უფრო დახვეწილი და დამაჯერებელი იყო, ვიდრე პირველი. მან მკაფიოდ თქვა, ეს ყველაფერი სიცრუეა. და როდესაც ჩვენი სასამართლოდან გამოსული ვნახეთ, მისი სხეულის ენა სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ყველაზე მტკივნეული ამ ისტორიაში ბავშვის საკითხია. საქმე ეხება პატარა გოგონას მეურეობას. წარმოიდგინეთ, საუბარია იმაზე, შეძლებს თუ არა დედა, რომელიც ვენესუელელია, ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას. მე ყოველთვის ხუმრობ მებრძოლებზე, მათ წონაზე. იქნება ეს 65 თუ 70 კილოგრამიანი დივიზიონი, მათ წაგებებზე. მაგრამ როდესაც საქმე შვილს ეხება, აქ ხუმრობა მთავრდება. გული მტკივა, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ შეძლო მშვიდობიანად მოგვარება, ვინ რამდენ კილოგრამ ოქროს, ან რამდენი მილიონის 50%-ს წაიღებს. ილიამ თავად დაადასტურა, თუ ისინი დაქორწინებულები იყვნენ, ქონების ნახევარი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მაგრამ შეხედეთ მათ სახეებს. გიორგინა გამოვიდა ძალიან სერიოზული, მუქი სათვალეებით, რომ თვალები დაემალა. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ილია იღიმებოდა, ის პრესასთანაც კი შეჩერდა. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, აქ იმიტომ ხარ, რომ შენი შვილის ამერიკაში წაყვანა უნდათ? ილიამ დაადასტურა, ზუსტად მაგის გამო. რაც შეეხება ძალადობის ბრალდებას, მისი პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული. არაფერი მსგავსი არ არსებობს. ის არ გამოიყურებოდა დათრგუნულად. პირიქით, თქვა, რომ ბედნიერია, რადგან მალე ისევ ნახავს თავის შვილს. თუმცა, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ბევრი ფიქრობს, რომ ესპანური მართლმსაჯულება ყოველთვის ქალის მხარეს იჭერს, მიუხედავად მტკიცებულებების. ნუ თუ ილია ზედმეტად თავდაჯერებულია, ან იქნებ ჩვენი ჩემპიონი რაღაცას გვიმალავს და ეს ღიმილი მხოლოდ ნიღაბია? პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ისტორიაში თეთრი და შავი არ არსებობს. მოდით თვალი გავადევნოთ კადრებს, რომლებიც სასამართლოს კიბეებზეა გადაგებული. ილია თოფურია მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ის 65 კილოგრამიანი დივიზიონის მეფეა. მაგრამ იმ მომენტში ის უბრალოდ მამა იყო, რომელსაც გზას უღობავდნენ. გულწრფელად გეტყვი. ასეთ დროს ადამიანური ინსტინქტი ერთია. გინდა გზიდან გადააგდო ყველა, ვინც ხელს გიშლის მშვიდად გადაადგილებაში. ილიას ადგილზე სხვა ალბათ ერთ მარჯვენა პირდაპირს გაუშვებდა, მაგრამ მან საოცარი სიმშვიდე შეინარჩუნა. თუმცა, დააკვირდით ჟურნალისტების მუშაობას. ერთ-ერთმა მათგანმა ძალიან ჭკვიანურად დაიწყო. იცოდა, რომ ილია ოჯახურ ძალადობაზე არ უპასუხებდა, ამიტომ პირდაპირ შვილზე კითხა. სწორედ აქ გაიხსნა მატადორი. მან მკაფიოდ თქვა, რომ მისი პრიორიტეტი ოჯახი და შვილებია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის მომენტია, როდესაც კითხვა შანტაჟზე დაისვა. ილიას რეაქცია, მან მიანიშნა, რომ შესაძლოა სწორედ ის იყოს მსხვერპლი იმ ქალისა, რომელიც ახლა მისგან მილიონებს ითხოვს. საინტერესოა ერთი დეტალი. კადრებში ისმის ქალის ხმა, რომელიც ჟურნალისტს ეჩხუბება. როგორ უსვამ ასეთ კითხვასო? ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაც კი ორადაა გაყოფილი. ილიას სხეულის ენა გვეუბნება, მე ეს რაუნდი მოვიგე. მისი ღიმილი არ იყო ნერვული, ეს იყო გამარჯვებულის ღიმილი. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. რატომ ამბობს ილია უარს მაიამიზე? გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგინას ბავშვის წაყვანა ამერიკაში, კერძოდ მაიამიში უნდოდა. ილიას პასუხი კი იყო კატეგორიული, აღარასოდეს მაიამი. ზოგი ხუმრობს კიდეც, რომ ილია ახლა ტამპის გუნდშია და სწორედ მათგან იღებს რჩევებს, როგორ დაიცვას თავი ამ იურიდიულ ომში. მაგრამ იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? ბევრი უკვე ყვირის და ილიას დამნაშავედ რაცხავს, ისე რომ მტკიცებულებები არც უნახავთ. ეს გავს ფეხბურთელს, რომელიც საჯარიმოში ეცემა ყვირის, ვითომ ფეხი მოატეხეს, არადა მოწინააღმდეგე საერთოდ არ შეხებია. ესპანეთში კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალიან მკაცრია. გაიხსენეთ დანი ალვესის ან რუბიალესის შემთხვევები. მაგრამ ილიას სიმშვიდე მაფიქრებინებს, რომ მას ხელში ისეთი კოზირი უჭირავს, რასაც მეორე მხარე არ ელის.
ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტები. ილია თოფურია ვენესუელელ ქალზე იყო დაკორწინებული. ყველამ ვიცით, რომ სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტი და ფინანსური ინტერესები ხშირად ერთმანეთში ირევა. ნუ თუ გჯერათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბავშვის სიყვარულით ხდება. თუ ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომ ჩემპიონს რაც შეიძლება მეტი კილოგრამი ფული გამოსტყუონ. დაწერეთ, რას ფიქრობთ? არის თუ არა გიორგინა მსხვერპლი, თუ ის უბრალოდ ცდილობს ილიას კარიერა დაანგრიოს, რადგან თავად ვეღარ არის მისი ცხოვრების ნაწილი. თქვენ ვის მხარე ხართ ამ ბინძურ თამაშში? პირდაპირ თქვით, ნუ მოგერიდებათ. პედი პიმბლეტი და არმან სარუკიანი უკვე ზეიმობენ? თქვენ არ დაიჯერებთ, რა მეტსახელი მოუგონეს ილიას მისმა მტრებმა, სანამ ის სასამართლოებში დადის. უყურეთ ბოლომდე, რადგან გავამხელთ ილიას დაბრუნების ზუსტ თარიღს, რომელიც მისმა გუნდმა შემთხვევით გაამჟღავნა. სანამ ილია თოფურია თავის პირად ცხოვრებას და შვილის ბედს სასამართლო დარბაზებში წვეთს, მისი კონკურენტები დროს არ კარგავენ. ბოლო დროს MMA-ის სამყაროში ერთი უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა. ილიას იხვს The Duck ეძახიან. განსაკუთრებით ამაში არმან სარუკიანმა გამოიჩინა თავი. სოციალურ ქსელებში იხვის ემოჯიებით სპამი უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ზოგჯერ აღარც ვიცით ვის გულისხმობენ, ილია თოფურიას თუ ჯონ ჯონს, მაგრამ ფაქტია, ესპანელ ქართველ ჩემპიონს გაქცევას აბრალებენ. პედი პიმბლეტმა კი საერთოდ შორს შეტოპა. ტომ ასპინალთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ილია მალე საერთოდ ვეღარ დაბრუნდება, ან სულ მალვაში იქნება ამ სკანდალების გამო. პედის იმედი აქვს, რომ დროებით ქამარს გაითამაშებენ და ის გახდება მთავარი პრეტენდენტი. მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. ილიას სხეულის ენა სასამართლოდან გამოსვლისას სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ის არ გავს ადამიანს, რომელიც იმალება. პირიქით, მან ჟურნალისტებთან დაადასტურა. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები ოქტაგონზე. ჩემი პროგნოზით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ილიამ ეს იურიდიული ბრძოლა მოიგო, მას ივნისში ვიხილავთ. ივნისი არის ის წითელი ხაზი, რომლის მერეც დივიზიონი ვეღარ დაიცდის. თუ ივნისამდე არ დაბრუნდა, მაშინ UFC მართლაც იძულებული გახდება დროებითი ქამარი შემოიტანოს. რაც შეეხება მის პირად დრამას, მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ილია მიცოდა ვისთან იჭერდა საქმეს. როდესაც 70 კილოგრამიანი მებრძოლი ხარ და მსოფლიოს იპყრობ, შენს გარშემო ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შენი წარმატების ნამცხრიდან დიდი ნაჭრის მოწყვეტა უნდათ. გიორგინას შესაძლოა აქვს ფული. მისი სოციალური ქსელები ფუფუნებითაა სავსე, მაგრამ ილიას მილიონები მაინც სხვა გემოა. ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ 10-15 წლის შემდეგ მათმა შვილმა შეიძლება ინტერნეტში ნახოს ეს ყველაფერი. ეს არ იყო საჭირო. ორივე მხარეს მართებდა მეტი სიმწიფე. მაგრამ ილია მებრძოლია. ის იბრძვის ოქტაგონზე და ახლა იბრძვის ოჯახისთვის. ახლა კი მითხარით გულწრფელად. თქვენი აზრით ილია მართლა იხვია და ამ სკანდალებს იყენებს, რომ ძლიერ მეტოქეებს თავი აარიდოს, თუ პირიქით, ის ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ბრძოლას გადის და ჩვენ, ქართველმა გულშემატკივრებმა, მას მხარი უნდა დავუჭიროთ მიუხედავად ყველაფრის. იქნებ გონიათ, რომ ჩემპიონობის შემდეგ ილიას თავში აუვარდა და ოჯახი ამიტომ დაენგრა? დაწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. არავითარი ცენზურა. ვის მხარეს ხართ? ილიას სიმართლის თუ გიორგინას ცრემლების? ვკითხულობ ყველა კომენტარს.